გრძელდება უკვე რაღაც ტრენდების გამტკიცება. მაგალითად, ჩემი აზრით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდეს შეგრძნება, რომ ჩვენ ევროკავშირი არ გვჭირდება, ჩვენ აქ უნდა ავაშენოთ ევროკავშირი რა. იმ ეკონომიკური აღმავლობით, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც არ აქვს ევროკავშირს, არც ქვეყანას ევროკავშირში, ჩვენ ეს თავისუფლად შეგვიძლია, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი გამოწვევა. რომ ჩვენ უნდა აქცენტი გავაკეთოთ არა იმაზე, რომ მოვლენ რაღაც ლატვიელი კეთილი ბიძიები და აგვიშენებენ აქ სახელმწიფოს, არამედ ჩვენ ავაშენებთ ამ სახელმწიფოს და კეთილდღეობა იქნება იქ. და კეთილდღეობას კი არ მოგვიტანებენ ვიღაც აი ბალტიისპირელი ან პოლონელი კეთილი ბიძიები, რომელიც რატომღაც საქართველოს განვითარებაზე ამერიკელი ან ინგლისელი. რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე იმიტომ ვახსენებ, რომ მარტო იმათ ვადარდებთ იმიტომ რომ მათი ინსტრუმენტი ვარ და ამისად ეს შალვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სუვერენიტეტის გამტკიცება სიამოვნებაში ეს არის რა. ჩვენ ნახეთ როგორ არის ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც დაიწყო ჩვენი პოლიტიკის ცვლილება, ნამდვილად იყო ის, რომ ჩვენ არ გვინდოდა ომი. ჩვენ ეს ომი არ გვინდოდა და შემდეგ გამოირკვა, რომ ჩვენ ომი არ გვინდოდა, ამას ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები. ანუ რეალურად დადებითი მხარეები. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ხალხი ცოცხალი დარჩა, გამოირკვა, რომ ჩვენს რეგიონში, სადაც თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას აქვს სამხედრო კონფლიქტები და საქართველოს არანაირი სამხედრო კონფლიქტი უკვე აღარ აქვს, ეს არის იმის წინაპირობა, რომ საქართველო არის რაღაცნაირი სიმშვიდის ოაზისი. ამას ემატება, რომ უკვე სხვებმაც დაიჯერეს, რომ საქართველოში ფულის ჩადება და ფულის აქ შემოტანა არის კარგი იდეა, იმიტომ რომ 6 მილიარდი დოლარი არის ის თანხა, რომელსაც არავინ არ ჩადებს რაღაცა ლამაზი თვალების გამო. ხატუნად რო თქვა და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარწმუნა თავისი მეგობრები აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, ჩინეთში, ანუ ყველგან დაარწმუნა, რომ საქართველოს აქვს პოლიტიკა, რომ პირველი მას შეუძლია ადგილობრივი იდიოტების პრობლემის მოგვარება. უსისხლოდ ძალიან კლასნად, ძალიან მაგრად, გენიალურად, ანუ მე მართლა, ანუ შალვა, მე გულწრფელად ვიტყვი, რომ ხშირად რომ მიფიქრია, როგორ შეიძლება აი ოპონენტებთან ურთიერთობა, ხვდები რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს უკეთ აკეთებდა, იმიტომ რომ მე ალბათ შეიძლება ნერვებს არ ხო და არ იყო ეს კარგი. არავითარ შემთხვევაში, ანუ ის იყო ზუსტად ეს პოლიტიკა, რომელიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ, იყო ფანტასტიკური, იმიტომ რომ ჩვენ ყოველგვარი სისხლის, ყოველგვარი ჩარევის გარეშე ჩვენ დავარწმუნეთ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენ შეგვიძლია პრობლემის მოგვარება.